ხვალიდან თუ გაგვიშვებენ მილიცია გავალ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს განსაკუთრებით ელოდებიან საოკუპაციო ხაზთან, რადგან არ იციან შეძლებენ თუ არა ახლობლების წინაპრების საფლავებზე გასვლას. სოფელ აძვის სასაფლაო და ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, აქ კი გადაადგილება უსაფრთხოდ შეუძლებელია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ადგილობრივები უკანონოდ არაერთხელ დაუკავებიათ. ხვიდი ორშაბათობით კი ავდივართ, მაგრამ შიშკანკალით რავა, თუ იქეთ არ გადავიდეს ბავშვები რაღაცა და ეგ საშიშროება გვაქვს, მაგრამ ეს რა ვიცი, ალბათ მოუგვარებელია ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, აღდგომის დღესასწაული მოდის და რისკის შემცველია საფლავზე გასვლა, თუმცა ბოლო წლებია უკვე საფლავზე გასვლასთან ერთად პატრულირებს ჩვენი პოლიცია და არავინ არ გაუტაცებიათ საფლავიდან, მაგრამ სამხედრო ბაზა ჩვენი სოფლიდან ზუსტად 500 მეტრში მდებარეობს და გარკვეულად რისკის შემცველია მარტო საფლავზე ასვლა. არის მომენტები, როცა თუნდაც მარტო ვერ ახვალ და ვერ გაასუფთავებ საფლავს, რაც ძალიან სახიფათოა. შეიძლება ნებისმიერ დროს გადაგიყვანონ უბრალოდ. მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მდებარე სასაფლაოებზე უსაფრთხოდ გასვლის საკითხი განიხილეს ერგნეთის შეხვედრაზეც. აი რაც შეეხება მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, აღნიშნული საკითხი იქნა დაყენებული ჩვენს მიერ, ასევე მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და პასუხად მივიღეთ, რომ განიხილავენ შესაძლებლობას, რათა აღდგომის დღეებში, რომელიღაც კონკრეტულ დღეს მოსახლეობას მიეცეს სასაფლაოების მონახულების საშუალება. ალბათ მეტი დეტალი უკვე, როდესაც თარიღი მოახლოვდება, გაზიარდება ცხელი ხაზის მეშვეობით, მაგრამ თავად პოზიცია, რომ ისინი განიხილავენ აღნიშნულ საკითხს, ეს დაფიქსირდა. მიცვალებულთა მოხსენიების დღე განსაკუთრებით მძიმეა დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავების საფლავებისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა არ აქვთ და წითელ კვერცხს მართულ ხლართებთან ტოვებენ.